მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს არხის მეგობრებო. დღეს გავაკეთოთ ასეთ საჯარო გაშლა, რას აპირებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. ამოვიღებ ორ ბარათს, მოდი ორი ვარიანტი იყოს, რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ადამიანი და რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ადამიანი. ჩაიფიქრეთ, მანამდე კი მე დავიწყებ. პირველი ვარიანტი ამოგვივიდა თასების მეფე. თასების მეფე ეს არის სიყვარული, მზრუნველობა, ემოციური სიმწიფის ბარათი, ხო? ეს ადამიანი თქვენთან გრძნობების გამომჟღავნებას აპირებს. აპირებს რომ ემოციურად გაიხსნას, ის გეგმავს რომ შემოგთავაზოთ სითბო, მხარდაჭერა, სიყვარული, მისი განზრახვა თქვენთან ურთიერთობაში რომ შემოიტანოს უფრო მეტი ჰარმონია და სიმშვიდე. მოკლედ თუ გაშორებული ხართ შერიგებას, აუცილებლად შერიგებას აპირებს და თუ არ ხართ ჯერ ურთიერთობაში, ფიქრობს რომ გრძნობაში გამოგიტყდათ და ნაბიჯი გადადგას თქვენთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, გვიჩვენებს რომ ეს არის სიმართლის სიცხადის ბარათი, ხო, ხმლების ასე ამოგვიდა ხმლების ტუზი. ეს არის ადამიანი, როდესაც აპირებს გულახდილ პირდაპირ და სერიოზულ საუბარს. მას სურს რომ წერტილი დაუსვას ყოველგვარ გაურკვევლობას, ეჭვებს, რაც თქვენს შორის იყო. მისი განზრახვა არის რომ სიტუაცია ბოლომდე გარკვიოს და რაღაცები დაიწყოს ახლიდან, სუფთა ფურცლიდან. მოკლედ მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. მოკლედ ამ ადამიანს სურს ზუსტად იცოდეს, მოკლედ თქვენს ურთიერთობაში რა ხდება, რატომ ხდება და რა სამომავლო პერსპექტივები აქვს ამ ურთიერთობას. გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ ჯანსაღ სიყვარულს, სასიყვარულო ურთიერთობას. დღეს მე ამით გემშვიდობებით, დროებით.